ტერორისტული დაჯგუფებები და კრიმინალური ორგანიზაციები ჯოჯოხეთს განიცდიან კონტინენტზე. მას შემდეგ, რაც დასავლეთ ნახევარსფეროს 17 ქვეყანა შეერთებულ შტატებთან ერთიან უსაფრთხოების ფორმატს შეუერთდა. კარტელებზე ზეწოლის გასაძლიერებლად, ნარკოტრაფიკის მარშრუტების დასაბლოკად, დაზვერვის გასაზიარებლად და იმ ორგანიზაციების გასახახუდად, რომლებიც წლების განმავლობაში იზრდებოდნენ. ამ სამშაბათს 2026 წლის 9 ივნისს ეს გარდატეხა უკვე დაკავშირებულია ამერიკებში უფრო დიდ პოლიტიკურ ცვლილებასთან. პერუში ძალიან დაძაბული არჩევნებია კეიკო ფუჯიმორისა და რობერტო სანჩეს შორის. ჩილემ უკვე აერჩია ხოსე ანტონიო კასტი, რაც ძლაური მარჯვივ გადახვევაა. ბოლივიამ თითქმის 200 წლეულის განმავლობაში MAS-ის დომინაცია დაასრულა. ჰონდურასმა ნაზრი ასპურა ხელისუფლებაში მოიყვანა მჭიდრო ბრძოლაში. კოსტა-რიკამ ლაურა ფერნანდეს გამარჯვება მიანიჭა, რომელმაც ორგანიზებულ დანაშაულთან მკაცრი ბრძოლის პირობა დადო. და სწორედ აქ შემოდის ამერიკების ფარი, როგორც პასუხი იმ ქაოსზე, რომელმაც რეგიონი მოიცვა. ტრამპის გზავნილი მარტივია. კარტელი სოციალური მოძრაობა არ არის, ნარკოტრაფიკი პატარა პრობლემა არ არის და მიტოვებული საზღვარი კრიმინალებისთვის, კონტრაბანდისტებისთვის და უცხოური გავლენისთვის მოწევაა. ამავე დროს შეერთებული შტატების ძველი საგარეო დახმარების პროგრამების შემცირება პოლიტიკური საწვავი გახდა მათთვის, ვინც გლობალისტურ მემარცხენეობას ადანაშაულებს იმ ბიუროკრატიების შენახვაში, რომლებმაც ხალხის რეალური ცხოვრება არასდროს შეცვალეს. რა შეიცვალა კონტინენტზე? რატომ გახდა დანაშაული მთავარი სამიზნე? როგორ შეუერთდა 17 ქვეყანა ამ ალყას? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და კონკრეტული კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ამერიკების კონფერენციამ კარტელების წინააღმდეგ, რომელიც გაიმართა დორალში, ფლორიდაში, შეიკრიბა თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები აშშ-ის სამხრეთის სარდლობის ტერიტორიაზე. იქ 17 ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად. დასავლეთ ნახევარსფეროში. თემა დიპლომატიური ენის უკან არ დამალულა. ყურადღება გამახვილდა ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტრაფიკზე, კარტელებზე, არალეგალურ მარშრუტებზე და იმ ჯგუფების ზეწოლაზე, რომლებიც საზღვრებს კვეთენ ფულის, იარაღის, ნარკოტიკების და მიგრაციის გამოყენებით, როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტს. პიტ ჰექსეთმა ეს თემა პირდაპირ მუქარად მიიჩნია რეგიონისთვის. წინადადება გულისხმობს ოპერაციული თანამშრომლობის გაფართოებას, ინფორმაციის გაზიარებას, გაძლიერებას და კარტელებთან ბრძოლას უსაფრთხოების პრიორიტეტად გადაქცევას. სამხრეთის სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ კოალიცია ცდილობს ნარკოტერორისტული ქსელების შეკავებას. შემდეგ ჩილე გახდა მე-18 წევრი, ხოლო ეკვადორი დასახელდა როგორც პირველი ქვეყანა, რომელმაც კარტელებთან დაკავშირებული სტრუქტურების წინააღმდეგ ერთობლივი სახმელეთო ოპერაციები განახორციელა. ეს აჩვენებს, რომ გეგმა შეხვედრის ფარგლებს გასცდა და დაიწყო ლოგისტიკის ბაზისა და კრიმინალური ხელმძღვანელობის მიზანში ამოღება. დონალდ ტრამპი ამ ცვლილებას ამზადებდა 2025 წლის 20 იანვრიდან, როდესაც ხელი მოაწერა აღმასულებელ ბრძანებას, რომელიც საერთაშორისო კარტელებისა და სხვა ორგანიზაციების ტერორისტებად კლასიფიცირების გზას ხსნიდა. ეს გადაწყვეტილება ცვლის პრობლემის მნიშვნელობას. კარტელი აღარ განიხილება მხოლოდ როგორც ადგილობრივი ბანდა და იწყებს აღქმას როგორც ტრანსნაციონალური საფრთხე. ამ გადაწყვეტილების გავლენა ბრაზილიაშიც იგრძნობოდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ დედაქალაქის პირველი კომანდო და წითელი კომანდო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარეს, რაც ძალაში 5 ივნისიდან შევიდა. ლულას მთავრობის წევრებმა გამოხატეს შეშფოთება პოლიციურ თანამშრომლობაზე გავლენისა და გარე ზეწოლის რისკის გამო. ჩიკო ლუკასმა ეროვნული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივანმა განაცხადა, რომ ბრაზილია უცხოურ ჩარევას არ მიიღებს. ანდრეი როდრიგესმა, ფედერალური პოლიციის გენერალურმა დირექტორმა, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად შეაფასა და მეტი თანამშრომლობა დაიცვა. პასუხმა მტკივნეულ წერტილს შეეხო. ბრაზილიური დაჯგუფებები ვაშინგტონისთვის უკვე აღარ განიხილება მხოლოდ როგორც შიდა პრობლემა. ბრაზილიაში გაღიზიანებას მიზეზი აქვს. დედაქალაქის პირველი კომანდო და წითელი კომანდო ტრადიციული ურბანული დანაშაულის საზღვრებს გასცდნენ. როდესაც ორგანიზაცია ქსელურად მოქმედებს, იზოლირებული ბრძოლა სუსტია. ამერიკების ფარი სწორედ იმისთვის იქმნება, რომ ეს სივრცე ერთ-ერთი საზღვრიდან მეორემდე დაიხუროს. უკანონო მიგრაციაც დებატის ცენტრში აღმოჩნდა, რადგან ქარავანებმა გზა გაუხსნეს გადამყვანებს, გამოძალვასა და ადამიანთა ექსპლუატაციას. ბაიდენის წლებში საზღვრის სუსტი კონტროლის დროს ბევრმა ლათინოამერიკულმა საზოგადოებამაც გადაიხადა ფასი. პატარა ქალაქებმა ნახეს უკონტროლო ნაკადი, ზეწოლა საჯარო სერვისებზე, შიში და კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც გადასვლაში ფულს ითხოვდნენ. ჰუმანიტარულმა რიტორიკამ სცადა პრობლემის დაფარვა, მაგრამ ჩვეულებრივმა მოსახლეობამ ახლოდან ნახა არეულობა. ეს დაღლილობა ხმად გადაიქცა.
ჩილეში ხოსე ანტონიო კასტი მეორე ტური 2025 წლის დეკემბერში 58 ქულით მოიგო. დანაშაულის შიშითა და უფრო მკაცრი საზღვრების მოთხოვნით წახალისებულმა მან დაპირდა არალეგალური მიგრანტების დეპორტაციას და უსაფრთხოების გაძლიერებას. ბოლივიაში როდრიგო პას პერეირამ 2025 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა და დაასრულა თითქმის 20 წლიანი MAS-ის დომინაცია საპრეზიდენტო არჩევნების ცენტრში. ეკონომიკურმა კრიზისმა, დოლარის დეფიციტმა და საწვავის სიმცირემ სტაბილურობის ნარატივი დაანგრია. რეგიონმა დაიწყო ხმის მიცემა იდეოლოგიური დაპირების წინააღმდეგ, რომელმაც წესრიგი ვერ უზრუნველყო. ჰონდურასი და კოსტა-რიკა ამ სურათს ავსებენ. ნასრი ასპურა, კონსერვატორი, რომელსაც დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს, გამოცხადდა გამარჯვებულად ჰონდურასში გამართულ დაძაბულ არჩევნებში, სადაც მან ვაშინგტონთან კავშირების გაძლიერების პირობა დადო. კოსტა-რიკაში ლაურა ფერნანდესმა 2026 წლის თებერვალში გამარჯვება გამოაცხადა კამპანიის შემდეგ, რომელიც უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე იყო ორიენტირებული. როდესაც კოსტა-რიკაც კი ხმას აძლევს ძალადობისა და ნარკოტრაფიკის გამო, ნათელია, რომ პრობლემა უკვე აღარ არის გამონაკლისი. პერუ ამ სათამაშო დაფაზე ყველაზე ახალი ფიგურაა. კეიკო ფუჯიმორი და რობერტო სანჩესი თითქმის თანაბარი შედეგით ეჯიბრებიან ერთმანეთს. ბიულეტენების 94%-ის დათვლის შემდეგ სანჩესი 50.15%-ით ლიდერობდა, ხოლო კეიკო 49.985%-ის აგროვებდა. საარჩევნო ორგანომ პასუხისგებლობისკენ მოუწოდა, სანამ დათვა გრძელდებოდა. ეს დაპირისპირება აჩვენებს ერს, რომელიც დაღლილია არასტაბილურობით, კორუფციით, სუსტი მთავრობებით და დანაშაულის ზრდით. შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს 10 წლის განმავლობაში მეცხრე, რაც ინსტიტუციური დაღლილობის მკაცრი სურათია. ძველი USA და ამ ისტორიაში ჩნდება როგორც სიმბოლო იმ მექანიზმისა, რომელსაც კონსერვატორები ადანაშაულებენ პროგრესული დრის წესრიგების დაფინანსებაში აშშ-ს ფარგლებს გარეთ. ტრამპის მთავრობამ საგრძნობლად შეამცირა საგაგარეო დახმარების პროგრამები და დაიწყო სააგენტოს დაშლა, დარჩენილი ნაწილის სახელმწიფო დეპარტამენტში გადატანით. მემარჯვენეების აზრით, როდესაც ეს წყარო ამოიცურა, გლობალიზმთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა ძალა დაკარგეს. შეუძლებელია ყველა არჩევნები ერთ მიზეზზე ავხსნათ, მაგრამ ეს დამთხოვა პოლიტიკური არ აღად იქცა. ნაკლები გარეფული, მეტი შიდა მოთხოვნა, მეტი ხმა წესრიგის, საზღვრისის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. მარკო რუბიოც მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ამ სულელებაში. სახელმწიფო მდივნის რანგში მან გაამყარა მკაცრი მიდგომა. კარტელები პირდაპირ საფრთხეა შეერთებული შტატებისა და რეგიონული პარტნიორებისთვის. ჩინეთი ამ დაპირისპირებაში ერთვება, რადგან ამერიკების ფარი ასევე უცხოურ გავლენას უმიზნებს დასავლეთ ნახევარსფეროში. ვაშინგტონი პეკინს ადანაშაულებს, რომ მას ცენტრალური როლი აქვს სინთეზური ნარკოტიკების წარმოებაში გამოყენებული ქიმიური პრეკურსორების წარმოებაში, ასევე ზრდის თავის ყოფნას სპორტებში, ინფრასტრუქტურასა და სტრატეგიულ სფეროებში. დონალდ ტრამპის აზრით, კარტელი, ფენტანილი, ფულის გათეთრება და ჩინეთის წინსვლა ერთთითიანი რეგიონული კონტროლისთვის ბრძოლის ნაწილია. გეგმა დაიხუროს კარი დანაშაულისთვის და იმ ძალებისთვის, რომლებიც ქაოსს შესაძლებლობად იყენებენ. ორგანიზებული დანაშაული ახლა განსხვავებულ ზეწოლას განიცდის. ადრე ბევრი ქსელი იმალებოდა საზღვრებს შორის არსებულ ხარვესში. ეხლა მიზანია გააერთიანონ დაზვერვა, დაადგიონ ფულის მოძრაობა, დახურონ მარშრუტები და პასუხისგებლობა დააკისრონ მთავრობებს. კრიმინალს აღარ უწევს ცალკეულ მოქმედებებთან თანგამკლავება. ეხლა მას უწევს კოალიციასთან დაპირისპირება. ორივე ამერიკის მოსახლეობამ, როგორც ჩანს, ბევრ პოლიტიკურ ელიტაზე ადრე გაიგო, რომ სუვერენიტეტი კონტროლის გარეშე მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. საზღვარი ზედამხედველობის გარეშე კორიდორად იქცევა. მთავრობა, რომელიც დაჯგუფების წინაშე ყოწინაშე ოყმანობს, ავტორიტეტს კარგავს. დონალდ ტრამპმა სწორედ ამ ინტერპრეტაციაზე გააკეთა ფსონი. და მან მოკავშირეები იპოვა რეგიონში, რომელიც დაღლილია დაუცველობით, უკონტროლო მიგრაციით და იდეოლოგიური დაპირებებით, რომლებაც მშვიდობა ვერ მოიტანეს. ორივე ამერიკის ფარი სწორედ ამ გარდატეხის წერტილზე იბადება, სადაც 17 ქვეყანა აღიარებს, რომ კარტელს უნდა ებრძოლო თანამშრომლობით, ზეწოლით და პოლიტიკური სიმამაცით. მილსონ ალუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.